მე არ ვიცი რამდენად ყველა საქმის კურსია ამის საზოგადოება მოხდელობაში. ამიტომ თუ შეიძლება რაღაც ისეთ მარტივ რაღაცას ვიტყვი, მარტივ ჭეშმარიტებას, უბრალოდ რომ იცოდეთ როგორია ჩვენი მთავარი პრინციპი სინოდის სხდომის წარმართვის. ესე იგი, ჩვენ შეთანხმებულები დებულების მიხედვით არის ესა და მე რომ პირველად ამას გავეცანი, გამიკვირდა, მაგრამ ძალიან მომეწონა ესა. ესე იგი, ეხლა რა უნდა მოგიყვეთ? აი, გათვალისწინებული არის სინოდის ხდომაზე, ჩვენ რომ თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება გქონდეს. ესე იგი, არავინ არა ვარ ჩვენ შეზღუდულები იმაში, რომ ჩვენი აზრი თქვათ, დავაფიქსიროთ. რაც არ უნდა ეს აზრი იყოს რადიკალური. ყველა შეგვიძლია რომ ხმამალ ავდგეთ, გამოვთქვათ, პატრიარქის დროსაც ესე იყო და მით უმეტეს ახლაც ესეა, უფრო თავისუფლად ვლაპარაკობთ ჩვენ და ხო და ოღონდ აი როგორც კი იქნება ეს ასთა სხვადასხვაობა, თუნდაც კამათი, თუნდაც რაღაცა შეუთანხმებლობა, ხო? როგორც კი კენჭისყრაზე დგება საკითხი, დადგება ბოლოს კენჭისყრაზე. საერთოდ გადაწყვეტილება სინოდმა უნდა მიიღოს კენჭისყრით. დიახ. როგორც კი კენჭისყრაზე დგება საკითხი და კენჭისყრით გადაწყდება უმრავლესობით. ესე იგი, ამის შემდეგ ისიც კი, ვინც რადიკალურად განსხვავებული აზრის არის, სინოდის ხდომას ხელს აწერს მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში. ეთანხმება თუ არ ეთანხმება? ეთანხმება თუ არ ეთანხმება. თუ ეს შეუთანხმებლობა, თუ ეს დაუთანხმებლობა რაღაცა ძალიან პრინციპულია, მაშინ ესეთი რეგლამენტი ესეთია, რომ 3 დღის განმავლობაში უნდა დაწეროს სინოდის წევრმა თავისი მოსაზრება და წარადგინოს. 3 დღის განმავლობაში სინოდს უნდა წარადგინოს და ესე იგი ეს იქნება გადაწყვეტილება არ შეიცვლება, იმიტომ რომ უმრავლესობით იყო მიღებული. მაგრამ ეს დაერთვება რა. ახლა მე უკვე ისაიამ მაგალითად დღესვე წარმოადგინა თავისი დაწერილი და ამიტომ ესე იგი ეს ახლა დაერთო სინოდის ხდომას რა. და რატომ არ მოხდა ამისი გათვალისწინება? მე ამ შემთხვევაში ისევ გავიმეორებდი, რომ თქვენ გქონდათ განსხვავებული მოსაზრება, როგორც განჩინების მიხედვით ვნახეთ, ანდრია გვაზავა განჩინებაში ამბობს, რომ მეუფე ნიკოლოზი იყო წინააღმდეგი, რომ შეწყვეტილიყო მსჯელობა ასაკთან დაკავშირებით. თქვენ ერთადერთი იყავით, ვინც სინოდზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეთ ასაკის ცენზე? არა, არ ვიყავ ერთადერთი. რამდენიმე ადამიანი იყო ესეთი. ვინ იყვნენ შეგიძლიათ გითხრათ კიდე ვინც იზიარებდა იმას რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ უნდა ყოფილიყო? არ მახსოვს კარგად, მაგრამ მეუფე ზენონი იყო ესე, თვითონ მეუფე დანიელი იყო ესე. და ყველაც ჩვენი ეხლა რაზეა იცით აქ ლაპარაკი? რომ ლაპარაკი იმაზე რომ ჩვენს ამ დებულებაში ეს ასაკის ცენზი გაუგებარია საერთოდ რატო არის? იმიტომ რომ არსად არ არის, აი არც ერთი მართლმადებელი ეკლესიის დებულებაში ასაკობრივი შეზღუდვა ზედაზღვარზე არ არსებობს. არ არსებობს და აი ჩვენთან რატო უნდა იყოს რაღაცნაირად გაუგებარია და მით უმეტეს ახლა დღეს, როდესაც პრაქტიკულად ეს ეხებოდა ერთადერთ ადამიანს. ეს იყო მეუფე დანიელი. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ასაკს მიღმა არიან, მაგრამ როგორც აი ძირითადად მათი კანდიდატურა არ განიხილებოდა, რომც მოხსნილიყო ეს ცენზი. ალბათ სხვა მდელმთავრების კანდიდატების განხილვა არ იქნებოდა. აქ ძირითადად მეუფე დანიელზე იყო ლაპარაკი. ხო და მე სხვა ეკლესიების მესვეურებსაც ვკითხე ამის შესახებ და ესეთი რამ მითხრეს, რომ ესე იგი თუ ადამიანი წესიერი ადამიანია, ვთქვათ, ხო? ეს ასაკოვანია. ის თვითონ იტყვის, რომ მე ასაკი მაქვს, ისეთი, რომ აღარ შემილია. და ნუღარ დამავარ. თუ არ აქვს ძალა და თავი თუ აღარ აქვს. აი მე აღარ შემიძლია და ამიტომ არ დამავალოთ. ეს ბუნებრივია ძალიან. ეს ბუნებრივია. ეხლა ადამიანს უთხრა, რომ შენ გადაცდი რაღაცას და ისა, მაგრამ ამაზეც არ იყო, იცით, ლაპარაკი. ლაპარაკი უფრო იყო ინტერპრეტაციაზე. ჩვენ რაღაც ერთ რამეზე შევთანხმდით ყველანი, რომ ეხლა დღეს არ შევცვლით დებულებას. თუმცა დებულების ბოლოში წერია, რომ სინოდს შეუძლია, რომ დებულება შეცვალოს. მაგრამ ამაზეც გამოითქვა მოსაზრება, რომ დებულების შეცვლა შეუძლია იმ სინოდს, რომელსაც პატრიარქი ესწრება.
ზოგადად. მაგრამ ამაზე შევთანხმდით, რომ დებულებას არ ვცვლით, მაგრამ რას ნიშნავს 70 წელზე მეტი? აი ამაზე იყო ასთა სხვადასხვაობა. ხო, მესმის. აქ უკვე ბევრი ის იყო, ზოგი ისე ამბობდა, ზოგი ასე. ხო და ეს კამათი, ესე იგი ფაქტიურად შევიდა ჩიხში. იმიტომ რომ ვერც ერთმა მხარემ ვერ დაარწმუნა მეორე. ამიტომ აი როგორც მოგახსენეთ, ბუნებრივი იყო ეს, რომ დადგა კენჭისყრაზე ეს საკითხი რა. დადგა კენჭისყრაზე და უმრავლესობამ ყველამ არა, მაგრამ უმრავლესობამ დაუჭირა მხარი იმას, რომ შეწყვეტილიყო ეს საუბარი და დარჩენილიყო ისე, როგორც არის. რომ არ ყოფილიყო ეს საკითხი დახურული, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი კანდიდატი სავარაუდოდ იქნებოდა მეუფე დანიელი, ხო? მეუფე, რა მაინტერესებს იცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს ასაკობრივი ცენზის საკითხი სხვანაირად რომ გადაწყვეტილიყო, გნებავთ იგივე დიპლომის საკითხი, რაზეც მიმართვა გააკეთა მეუფე ისაიამ, ანუ მეუფე დანიელი და მეუფე ისაია რომ დამდგარიყვნენ როგორც კანდიდატები, ფიქრობთ რომ შესაძლებელია სურათი შეცვლილიყო დღეს? მეუფე გააჩნია, თუ მეუფე დანიელიც და მეუფე ისაიაც მონაწილეობას მიიღებდნენ, მე რატომაც გონია რომ რაღაც ხმები, აი რასაც თქვენ მეკითხებით, ფაქტიურად ეს კითხვა თავის თავს პასუხობს თვითონ, იმიტომ რომ თუ მიიღებდნენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ვიღაცა ხმას მიცემდა მათ. თუ ვიღაცა იმათ მიცემდა ხმას, სხვას ნაკლებს მიცემდა და შესაბამისად არ ვიცი ხა, როგორი სურათი დადგებოდა, მაგრამ სურათი რო შეიცვლებოდა, ცხადია, რა თქმა უნდა, კი. და რამდენად გადამწყვეტად შეიძლებოდა არ ვიცი, ეხლა მაგე ჰიპოთეტური კითხვაა. ხო, მესმის, კი ბატონო. რა ვთქვა? მესმის, კი ბატონო, გავეშვათ მაშინ მაგას, ვინაიდან ეს თემა დაიხურა. დღევანდელი შედეგების თაობაზე მინდა ვისაუბროთ. დაიხურა რას ნიშნავს, იცით, რომ ესე იგი ჩვენ პირდაპირ ხო ვალდებულება გვაქვს ესეთი, რომ ოქმს ხელი მოვაწევთ. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანობაში ვეთანხმებით ამას. და თუ არ ვეთანხმებით, ხო გეუბნებთ, აი ვიღაცა მეუფე ისაია მაგალითად ეს წერილი დატოვა, ხო? დატოვა და თქვენ წაიკითხეთ ეს წერილი და საზოგადოებას დარჩა ეს ინფორმაცია, რომ აი მეუფე ისაიას განათლებასთან არა, ოღონდ დიპლომთან დაკავშირებით. დიპლომთან, წეგან მეუფე ანტონსაც უთხარი, დიპლომთან, თორე მეუფე ისაიას განათლება არ აქვს ამაზე, საუბარი უხერხულიც კი მგონი. დიპლომი არ ყოფილიყო, ესე იგი, გადამწყვეტი დიპლომი, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ დრო გამოვიარეთ, ყველა. ისეთ დრო გამოვიარეთ, რომ მეუფე ისაიასაც, სხვებსაც, ესე იგი, ბევრჯერ შეეძლოთ ამ დიპლომის აღება. და არჩიეს და ისევ პატრიარქის რჩევით და ლოცვა-კურთხევით, ახლა მეუფე ისაია ორ სხვადასხვა ომში იყო მაგალითად რა. მაშინ ომში არ უნდა წასულიყო და არ უნდა დაეცვა იქ ეკლესიის ღირსება და ეს დიპლომი ექნებოდა და არანაკლები დიპლომია ჩემი აზრით, რა ვიცი. ხო, რა თვითონაც საუბრობს ამაზე საკუთარ მიმართვაში, რომლითაც დღეს მან მიმართა, მოგმართა თქვენ სინოდის წევრებს. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ შედეგებს, მოსაყდრე, რომელმაც აიღო 20 ხმა, მროველურბნელი მიტროპოლიტი იობი, რომელმაც აიღო 7 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, რომელმაც აიღო ასევე 7 ხმა და ის 4 ხმა ვიცით და ერთი არის წრებოდა დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტი. ელოდით რომ ამ შედეგით დასრულდებოდა დღევანდელი სხდომა და ნიშნავს ის მიღებული ხმები, ვინაიდან უკვე 40+1 გამოდის, სინოდის წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე, რაც მიიღო მოსაყდრე შიომ, რომ საქართველოს 142 პატრიარქი იქნება შიომუჯირი. იცით რა, დიდი ალბათობით. ოღონდ ზუსტად ახლა ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ კიდე ერთი კრება უნდა იყოს იქ და ამ კრებაზე კიდევ თავიდან უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა, ხო? ახლა ჩვენ რამდენიმე კანდიდატიდან გამოვირჩიეთ და ახლა 3-დან იქნება გამორჩევა. ხო და დიდი ალბათობით ალბათ ეგრე იქნება, ალბათ. ეს ჩემი ვარაუდია უბრალოდ და რაც შეეხება იმას ახლა რა მოხდება, რა ვიცი, ნახოთ.
ხო, იმიტომ რომ აი მეუფე სამა მყავდა 1-2 საათის წინ სტუმრად ეთერში და მანაც იგივე თქვა, ხო, დიდი ალბათობით, მაგრამ არც ისა გამორიცხულიო რომ სურათი შეიცვალოსო. ანუ თქვენს ამას მაინც უშვებთ. კი ბატონო, კარგით. მაშინ კითხვას დაგისვამდით, ასეც რის მიხედვით მიიღო მეუფე შიომ ეს ხმები. მიიღო იმის იქიდან გამომდინარე, რომ ის 9 წლის განმავლობაში იყო პატრიარქის სიცოცხლეშივე გამოცხადებული, როგორც მისი მოსაყდრე, მიიღო პირადი ავტორიტეტით, იმიტომ რომ მეუფე შიო, მაგალითად მე არასოდეს არ მქონია მასთან ინტერვიუ და შესაძლებელია ბევრი რამ არც ვიცი ჩვენ მის შესახებ, ისე საინტერესო იქნებოდა ეთერში მისი მოწვევა, სიამოვნებით ვუმასპინძლებდით, ისევე როგორც სხვა კანდიდატებს. თუ შესაძლებელია, ვინაიდან იყო აქ საუბარი იმაზე, რომ ქართული ოცნების მხრიდან მაინც ყველაზე მეტად მხარდაჭერა სავარაუდოდ ჰქონდა მოსაყდრე შიოს ამან განაპირობა. აი თქვენ როგორ ახსნით? იცით რა, ბოლოდა რომ დავიწყოთ, როგორ გითხრათ, მე არა ვარ ჩახედული ამ სამზარეულოში, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ თავისი ინტერესი დამკვიდროს თუ გამოაცხადოს თუ ხარი დაუჭიროს. აი რანაირი ფორმით მე არ მქონია. მთავრებთან საუბრები რაღაც არ მქონია. შეიძლება, არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე პირადად არ მქონია არანაირი შეხება აი ამ პროცესთან თვითონ. დიახ. სხვა შორის ქართულ ოცნებაზე კი არ ვიტყვი, მარტო საერთოდ ყველა ხელისუფლებას. კი ბატონო, ყველა ხელისუფლებას ყოველთვის ექნება ცდუნება ეკლესიის ავტორიტეტიდან გამომდინარე, რომ საიდან მოდის, იცით, ეს მოდის როდესაც პირველად ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა რომის იმპერიაში, ესე იგი ეს იყო კონსტანტინე დიდი იმპერატორი, მაშინვე დაიწყო ეს პროცესი. მაშინვე დაიწყო და ნუ ხა ბუნებრივია რა. იმპერიები, თქვათ, იგივე რომის ეკლესია, იგივე რა ვიცი, ეს ყოველთვის იყო ეს. ოღონდ ხო გეუბნებით, მე პირადად არ მქონია არასოდეს ამასთან ესე პირადი შეხება არ მქონია რა, რო აი ჩემზე ან გავლენის მოხდენა, ან რაღაც ან დაშინება, რაღაც აი ვერ, ნუ რა ვიცი, ვერ წარმომიდგენი. ხო და აი სხვასთან როგორ იყო და რა იყო არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით. რაც შეეხება ხელისუფლებას, რაც შეეხება ახლა მე უკან რო გამოვყვეთ, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რაც შეეხება მეუფე შიოს, იცით რა, საკმარისია რაღაც ბუნებრივ, ჩვეულებრივ აი ესეთ გარემოში შეხვდეთ, ადამიანურ გარემოში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომხიბლავი ადამიანია. ყველანაირად, იმიტომ რომ განათლებულიც არის საინტერესო ბიოგრაფიის კარგი ოჯახის შვილია, ძალიან დამსახურებული ოჯახია მისი ოჯახი, მისი მშობლები. მე კიდევ ძალიან საინტერესო პროფესია ჰქონდა. მუსიკოსი. ხო, ვიოლონჩელისტი იყო და როგორც ამბობენ, ძალიან იმედის მომცემი რაღაც კონკურსების ლაურე. ახლა მე ზუსტად არ ვიცი, ზუსტად რომელი კონკურსის და რაღაც, მაგრამ ნუ კარგად უკრავდა რა. თავისთავად ჩემთვის ეს დიდი კარგი დახასიათებაა. მე შევესწარი მისი სწავლის საკითხს, აი როცა სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის უნივერსიტეტი, არის ძალიან საინტერესო სასწავლებელია ეს. ესე იგი ეს არის რელიგიური სასწავლებელი, რომელიც არის საერო სასწავლებელი. ანუ აკრედიტირებულია. როდესაც ეს სასწავლებელი გაიხსნა, მაშინ რუსეთის მოსკოვის სემინარიას თუ აკადემიას აკრედიტაცია არ ჰქონდა და მათი კურსდამთავრებულები საერო ვერც მასწავლებლად ვერ იმუშავებდნენ, ესე რომ ვთქვათ. ეს რაღაცა პირველი გააკეთეს ესეთი საერო აკრედიტაცია გაუკეთეს სასწავლებელს და ის დაამთავრა და შესწრებული ვარ, როგორ ემზადებოდა გამოცდებისთვის, როგორ ეს მის წინააღმდეგ როგორც კონტრარგუმენტი, სწორედ მოსკოვში მიღებული განათლება, თქვენ ჩემზე კარგად იცით, არა რა იყო მის წინააღმდეგ კონტრარგუმენტი. ეხლა ეგ ის არის, ეხლა რაღაცა რა შუაში, ეხლა თუ რუსეთის მხარდამჭერი იქნები, არ არის აუცილებელი რომ მოსკოვში ისწავლო, აქაც შეიძლება ეს იყო რა ვთქვა და რაც შეეხება სასწავლებელს, კარგი სასწავლებელია, ნამდვილად და განათლება სად მიიღებ, მასე ილიას და მას თერგდალეულებს რუსეთში ჰქონდათ განათლება. მეუფე პატრიარქის სიცოცხლის პერიოდში, აი წლების განმავლობაში
ამდენი წელი ის იყო ეკლესიის საჭეთმყრობელი, ხომ არ ქონიათ მასთან საუბრები, აი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მემკვიდრე, იმიტომ რომ ვიდრე ჩატარდებოდა დღევანდელი სინოდის ხდომა, სულ სვავდი ხოლმე კითხვას, ნიშნავდა თუ არა პატრიარქის მიერ მოსაყდრეთ მეუფე შიომუჯირის დასახელება ავტომატურად მის დასახელებას მემკვიდრეთ. აი ხომ არ ქონიათ მასთან საუბრები, ვინმეზე ხომ არ უსაუბრია? პატრიარქს ოდნავ მაინც რომ ამაზე რაიმე აქცენტი გაეკეთებინა, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა მისი მხრიდან. პატრიარქი არ უშვებდა ესეთ შეცდომებს საერთოდ და შეცდომა იქნებოდა, იმიტომ რომ პატრიარქს არ აქვს უფლება, პატრიარქს შეუძლია დაასახელოს თავისი მოსაყდრე, პატრიარქს შეუძლია ანდერძი დატოვოს მისი გარდაცვალების შემდეგ 40 დღე ვინ იქნება მოსაყდრე, მაგრამ პატრიარქს არ აქვს ხმა ახალი პატრიარქის არჩევნებში. და არავითარ შემთხვევაში პატრიარქი ამას არ დაარღვევდა. არც პირად საუბრებში რამე ასეთი სურვილი მისი პირადი არ უთქვა. ჩემთან რო არ ქონია გერთი. მაგრამ გამორიცხულია რომ პატრიარქს ეს ვინმესთვის რამე თუ ქონდა კიდევაც რაღაცა გარკვეული მოსაზრებები, ხო? თუ ქონდა კიდევაც. არ მგონია რომ ვინმესთვის ესე თქვა რა, იმიტომ რომ ამის თქმა დააზიანებდა იმ კანდიდატს. თუ პატრიარქი იტყოდა რომ მე მინდა რომ ეს იყოს პატრიარქი, დიდი ალბათობით ის ვერ გახდებოდა მერე პატრიარქი. გესმით, იმიტომ რომ ეს დარღვევაა. კი ბატონო, ეხლა გაფართოებულ კრებაზე რომელიც უნდა ჩატარდეს, ფიქრობთ რომ პირველივე ტურში დასრულდება და 17 მაისამდე ხომ არ იცი ჯერ არა ვილაპარაკე დღეს ამაზე, მაგრამ როდის ჩატარდება? აი 17 მაისის წინა კვირაში, მაგრამ რა არიცით, იმდენი საქმეა საორგანიზაციო, რომ აი გამორიცხული არ არის რომ 17 მაისამდე ვერ მოესწროს ამის ყველაფრის ორგანიზება და ნუ ეხა ესეც ის ბუკვაედობა ხო არ არის ეხა რომ თქვენთვისაც ახალია ხო? რამდენადაც 59 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას ყავდა ერთადერთი და შეუცვლელი პატრიარქი. მე ვიყავი გაფართოებული. არა, გულისხმობ პატრიარქის არჩევას ეს თქვენთვისაც ახალია. ყველანი პატრიარქის ნაკურთხები ვართ. აჰა. ამიტომ დღევანდელი სინოდის წევრი. დღევანდელი მეუფე ზოსიმეს ხო შორის ესწრებოდა იმ კრებას. როდესაც მისი უწმინდესობა გამოირჩიეს, დიახ. ზოსიმი და გონი მეუფე ანანია თუ არ ვცდები. მეუფე ვახტანგი, მეუფე ვახტანგი ესწრებოდა, ჩვენ მქონდა მისი კადრები ძალიან ახალგაზრდა, ისევე როგორც ილია მეორე ძალიან ახალგაზრდა. დიაკონი იყო მაშინ. ეპისკოპოსად პატრიარქმა აკურთხა, მაგრამ დიაკონი კი იყო. დიახ, აი რაღაც ეს. კი ბატონო. და აი მოდით ასე დაგისვამთ კითხვას, ილია მეორე იყო, ნუ განუზომელი ავტორიტეტის მქონე და მისი სიტყვა ყოველ შემთხვევაში აი გარედან დანახული საპატრიარქოში და ამბები ასე ჩანდა, რომ მის სიტყვა იყო როგორც კანონი. იმის მიუხედავად, რომ თქვენ ბრძანებთ, რომ თქვენ განსხვავებულ მოსაზრებებსაც გამოთქვამდით და ამის პრობლემა არ ქონიათ. ხო, მე განსხვავებული პატრიარქისთვის, ხო? ანუ ამის მიუხედავად ეს ძალიან ღიად ჩანდა, რომ მისი უწმინდესობა იყო ისეთი ავტორიტეტი, რომ მისი სიტყვა ალბათ იყო გადამწყვეტი. ეხლა, როდესაც შედეგები ასე გადანაწილდა, მეუფე ნიკოლოზ 20 ხმა მოსაყდრეს, 7 ხმა მეუფეებს გრიგოლსა და იობს. და იქ კიდევ მიმატებული ის 4 ხმა, ერთი გაბათილებული ბიულეტენი, ერთი დუშეთისა და წალკის მიტროპოლიტი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დაესწრო დღევანდელ ხდომას. მაინც გამოდის ასე 20 ხმა და აქეთ 18 თუ 19 ხმა გამოდის. ანუ ეს არ იქნება ერთსულოვნება, ხო? როგორ ფიქრობთ, რამდენად მყარად გამოიყურება თუ გახდება პატრიარქი, მისი პოზიციები, მეუფე შიოსი, თუ კი იგი აი ამ 39 ეპისკოპოსიდან 20 ხმით იქნება არჩეული. თუ ფიქრობთ, რომ გაფართოებულ კრებაზე შესაძლოა მას კიდევ დაემატოს ხმები? ვიცით რა, ვერ გეტყვით, შეიძლება დაემატოს კიდევაც, მაგრამ სხვა რამე შეიძლება დააკლდეს? არა მგონი, არ ვიცი. ხო გითხარით, არ ვიცი. არ ვიცი, ეგ ვარაუდებია, მაგრამ აქ სხვა რამე არის. აქ იგივე პრინციპი მოქმედებს. იგივე პრინციპი მოქმედებს, რომ ჩვენ სხვადასხვა აზრს გამოვთქვამთ, ვიღაცა მიცემს ხმას და ვიღაცა არ მიცემს, მაგრამ თუ ის იქნება არჩეული, ეს დამთავრდება ეს ასთა სხვადასხვაობა და დაიწყებას მიეცემა. მე სხვათა შორის მქონდა ერთხელ, ხა არ დავასახელებ კონკრეტულად რა და როგორ, როდესაც პატრიარქმა კანდიდატი დააყენა ეპისკოპოსობის. დიახ.
და მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ვთხარი რომ აი მე არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმები და კენჭის ყრა იყო და აირჩიეს ეპისკოპოსად. როგორც კი დამთავრდა სხდომა, მივედი ამ ახლა გამორჩეულ ეპისკოპოსთან და ვთხარი რომ მე არ მინდა მეთქი რომ სხვისგან იცოდეთ, მე თქვენი წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ რადგან აგირჩიეს, დღიდან თქვენ და მე და თქვენც მე ვიყავთ მეთქი და ბოლომდე ამ ძმობას გაგიწევთ. ასეც მოხდება ახალი პატრიარქის არჩევის შემთხვევაში. ისე მოხდა იმ შემთხვევაში და აქაც ესე მოხდება, რა თქმა უნდა. აი ეს არის სწორედ ის პრინციპი, არ ვიცი რა ქვია ამ პრინციპს სახელად, რომ ჩვენ ვჯელობთ, სხვა შორის ახარებაში წერია, რომ იმჟელეთ და უკეთესი გამოირჩიეთ. ესე არის, ეს ახარებისეული სიტყვებია და ჩვენ გამოირჩევთ, მოისმინეთ ყველასი რჩევა და უკეთესი გამოირჩიეთ. ჩვენ გამოირჩევთ, რომ გამოირჩევთ, მე იქ დამთავრებულია პატრიარქია, ოღონდ მე მაინც მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ ეს ავტორიტეტი თქვენ რომ ბრძანეთ, რომელიც ჩვენ პატრიარქს ჰქონდა. ეს ავტორიტეტი არ ჰქონდა თავიდანვე. მის უწმინდესობას. დიახ, მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ძალიან დიდი სიფრთხილე იყო საჭირო, რომ პატრიარქის მიმართ ერთგულება გამოგეხატა, რომ გითქვა, რომ ეს ესეთი ადამიანია, რაღაც იძაბებოდა ხალხი გარშემო რა. იმიტომ რომ ახალგაზრდა იყო ჯერ. ეს ყველაფერი რაც ჩვენ ახლა ვნახეთ 50 წლის განმავლობაში, ჯერ არ იყო აღსრულებული ეს ყველაფერი. ნუ სრულიად სხვა რეალობაში გახდა ის პატრიარქი საბჭოთა კავშირის პერიოდში უმძიმე სიბნელეში და მერე აღმოჩნდა რომ მას უდიდესი მისია ქონია, ანუ გულისხმობ ეკლესიაში მერე როგორც განვითარდა პროცესები, ხალხი როგორც მიბრუნდა. ახალ პატრიარქს ავტომატურად ეს ნდობა და ეს რაღაცა დიდი ავტორიტეტი არ გადაეცემა. მერე და ხო და მაშინ ეხლა